ჩემთვის ყველაზე გულის და თქვათ ესეთი ყველაზე მძიმე ამბავი ის არის, რომ მე ვერ ვატყობ, რომ ამ ადამიანებს რამე ცვლილებები აქვთ. ანუ დღესაც ეს ხალხი ბევრი საუბრობს, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს და დღეს კიდე ადამიანი, ვინც ამბობს, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებს აზრი არ აქვს, ეს ადამიანი ჩემი გადმოსახედიდან თამაშობს ივანიშვილის თამაშს. იმიტომ რომ მარტო არჩევნებით შეიძლება ამ ქვეყანაში ცვლილებები, სხვა გამორიცხული არის. არანაირი რევოლუცია, არანაირი გვერდიდან არ აქვს ასეთი კატეგორიული პოზიცია. მაგრამ მან უნდა თქვას, იმისთვის რომ მან დაიბრუნოს ავტორიტეტი, მან უნდა თქვას, რომ გამოვიდა ინიციატივით მოწოდებით, რომ საერთო სახალხო შეცდომა უნდა თქვას მან, რომ ბოიკოტი იყო შეცდომა და ამ ბოიკოტმა მინიმუმ აი ეს ადამიანები ამ მდგომარეობაში ჩააყენა. ამის თქმას წინ არაფერი არ უწევს, ეს მას არც ავტორიტეტს გაუფუჭებს. პირიქით ჩემ თვალში გაცილებით უფრო პატივსაცემი გახდება თუ ეს ადამიანი იტყვის, რომ აი ეს 4 ოქტომბრის ბოიკოტი მე რაღაცა არჩევნებზე არ მიხვიდეთ და მოდით რუსთაველზე იყო შეცდომა, ეს გაცილებით უფრო პატივსაცემი არის ეს პოზიცია, მე ვიდრე ამას აქედან გაექცე და გვერდიდან შემოუარო. ხა ჩვენ ახლა ხალბატონ სალომეზე ისე მე ზოგადად საუბრობ, უბრალოდ ახლა სიტყვა მოიტანა და ახლა პოლიტიკოსია და ჯერ კიდევ არის აქტუალური და განხილვის საგანი არის მისი მოწოდება საერთო სახალხო ფრონტთან ერთობასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ჩვენო ვერ დაველოდებითო პოლიტიკური პარტიების არ შეუმდგარ თუ ვერ შეუმდგარ ერთობას. აი ამ მოწოდებაზე რას ფიქრობთ? ნახეთ მას უნდა ესმოდეს მინიმუმ ერთი რაღაცა, რომ არ გამოდის ისეთი ერთობები, რასაც ის საუბრობს. შესაძლებელია ალიანსი ერთი პოზიციით გავიდეს, შესაძლებელია აქეთ ხალხზე რაღაცა მოცემულობები შეიქმნას, მაგრამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის პირველი, ვთქვათ, იმ ხალხის მხრიდან თავის შეცდომის აღიარება და მზადების პროცესის დაწყება 28-ის არჩევნებისთვის. 28-ის არჩევნების წინ რა მოცემულობა იქნება ჩვენ ვერ 2 წლის წინ შენ ვერ განსაზღვრავ 28 წელს რა მოცემულობა იქნება. დღეს მე რო ვილაპარაკო რომ აქ ესეთი მოცემულობა იქნება, არ ვიქნები სწორი, იმიტომ რომ ისეთი დინამიურია ადამიანის ცხოვრება, ეხა როგორ შეიძლება 2 წელი დაგეგმო ადამიანმა, ხვალ შეიძლება არ იცოდე რა დაგემართება, ხო? წარმოუდგენელია წინასწარ ასეთი. მაგრამ წინაპირობას ხედავთ. წინაპირობა მინიმუმ წინაპირობა ის არის რომ თუნდაც იმ ალიანსში რომ თუ რაღაცა გააკეთეთ, ერთმანეთს მინიმუმ რატო ხოცავთ? მიუხედავად იმასა, რომ არა ვარ თქვენი გულშემატკივარი, მაგრამ მინიმუმ ქართულ ოცნების პროპაგანდას რო უყურებ, რომ არ დაუმთავრებია, რაც ეს კონფლიქტი დაიწყო, აი შედით უბრალოდ პროპაგანდისტულ არხებზე, ნაციონალური მოძრაობით იწყება და ნაციონალური მოძრაობით მთავრდება დღე, იმიტომ რომ საერთაშორისო იგივეს ამბობს გვარამიას პარტიაზე სადაც რო გამოხვალ და რო იტყვეს ზოგად მოწოდებებს, ჯერ შიგნით სადაც ხარ ხალბატონი სალომე იქ არის, ჩემთვის იქ არის. მე არ მიჯნავ ერთმანეთისგან ალიანსს და სალომე ზურაბიშვილს. და რატომ არ მიჯნავთ? არ მიჯნავ, იმიტომ რომ ყველაფერი კომუნიკაციაში და საკითხებთან დაკავშირებით მათ არ აქვს. ანუ 4 ოქტომბრამდე და 4 ოქტომბრის მერე სულ ერთად არიან. მე ვერ დავინახე რომ მათ შორის რამე გამიჯნა არსებობს. თუ ის მათგან გამიჯნულია, უნდა თქვას რომ არ იტყოდა რომ ვერ დაველოდებით პოლიტიკური პარტიების რაღაცა არ შემდგარ გაერთიანებას. ამიტომ ამბობ, სანამ რომ იყვნენ ამ ტიპის განცხადებას არ გააკეთებდა. სადაც უფრო ახლოს არის, ანუ საიტკენაც უფრო ახლოს არის, ჯერ იქ დაალაგოს. და მე აქეთ გადმოვიდეს. მაინც ვერ გავიგე რის არ შეიძლება მხოლოდ ასე ვთქვათ წინა არჩევნების ანუ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი ჩაითვალოს იმის მტკიცებულებად რომ სალომე ზურაბიშვილი ალიანსთან უფრო ახლოს არის ვიდრე მაგალითად სხვა ალიანსში არ მყოფ ოპოზიციურ ძალებთან. არ ჩაითვალოს ეს ეგრე არის. ჩემთვის ეს ესე არის, ამას წყალი არ გაუვა. მაგრამ თუ უნდა აი ერთი დასაბუთება მაინც გაქვს. ანუ დასაბუთება რა მეტი რა უნდა ეხა ყველაზე რთულ პოლიტიკურ პროცესში დაიკავა იმათი მხარე. ანუ ბოიკოტისტების და ნაცების მხარე და ეხა რანაირად არ უნდა მქონდეს ეგ აღქმა უბრალოდ ამიხსენ. ყველაზე რთულ სიტუაციას სადაც მას ქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ქონოდა და ბევრ რამეზე შეიძლება გავლენა მოეხდინა. რაზე კიდევ ნუ გარდა იმისა რომ ადამიანებთან ადამიანებთან მერობის კანდიდატი ანუ ამაზე მას უნდა ეთქვა რომ ფიქრობდა კი ეგრე უნდა მოქცეულიყო დიახ როდესაც შენ ფიქრობ შენ როცა ფიქრობ და არახარ არასდროს რევოლუციის მომხრე სხვა გზა არ არსებობს გარდა არჩევნებისა და უნდა ყოფილიყო პროარჩევნების მხარეს რა თქმა უნდა ყოფილიყო მისთვისაც გაცილებით კი რაღაც არაკმაყოფილებდა თქვენ სამწინადადებაში შეთავაზებაში და მოგიყვეთ რა არაკმაყოფილებდა მაგრამ ყოველ შემთხვევაში
25 თქვენ ყვებით იქნებ ბოლომდე მოგვიყვეთ რა მოხდა ანუ იყო ეს წინაპირობა ლევან ანუ თქვენ რომ რაღაცა შემომთავაზოთ და მე თავიდანვე კატეგორიულ უარზე ვიყო თქვენ შემდეგ არ უნდა გქონდეთ გარკვეული ერთადერთი კანდიდატი სადაც ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმებოდებოდა რომ ყოფილიყო კანდიდატი ეს იყო სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ადამიანი ვისაც შეეძლო ყოფილიყო გაერთიანებული აი ამ პროცესის კანდიდატი იყო სალომე ზურაბიშვილი ყველა პარტიისგან ჰქონდათ ეს მზაობა ყოველ შემთხვევაში მოცემულობა ასეთი იყო მაგრამ იმ ჯგუფმა ბოიკოტისტების ჯგუფმა ქალბატონი სალომე დაარწმუნა იმაში რომ ის დამდგარიყო მათ მხარეს და გაეკეთებია ეს განცხადებები რომ არ წახვიდეთ არჩევნებზე და მოდით 4 ოქტომბერს და 4 ოქტომბერს მოხდა ის რაც მოხდა და დღეს ადამიანებს რომელსაც ასეთი სერიოზული პოლიტიკური შეცდომები აქვს დაშვებული თან არ აღიარებენ მე ვიტოვებ ჩემ პესიმიზმს და სკეპტიციზმს მათი თქვათ განჯასთან მიმართებაში რამდენად არიან ისინი მზად გაუმკლავდნენ იმ პროცესებს რომელიც ამ ქვეყანაში დაიწყება სექტემბრიდან და კულმინაცია იქნება 2028 წლის არჩევნებზე მე ამიტომ მე სკეპტიკური ვიქნები ამ ადამიანების მიმართ და თუ ეს ადამიანები იტყვიან რომ იცით რა არის ეს იყო შეცდომა მაშინ შეიძლება რაღაცა ლოგიკაზე საუბარი არა საუბარი ისედაც შეიძლება მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს გასაკანწყლებელია რომ მათ არ აქვს უნარი რაღაცა პოლიტიკური პროცესების ანალიზის და რაღაცა სწორი ნაბიჯების გადადგმის. რადგან ამ თემაზე აი თითქოს რაღაცა ეს თემა იხსნება ხოლმე, მაგრამ ბოლომდე მაინც რა მოხდა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობასთან დაკავშირებით. ესე გკითხავთ რა როგორ ფიქრობთ არა ალბათ გააქვთ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის რომ მიეღო წინადადება ყოფილიყო გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია ბოიკოტზე უარს იტყოდა გააჩნია რომ საერთკენ გადაიხრებოდა ანუ საზოგადოებრივ აზრზე გავლენას ქალბატონი სალომეს ასეთი გადაწყვეტილება დიდწილად მოახდენდა განსაკუთრებით დიდ ქალაქებში და ეხლა რატო ვერ ახდენს აი იგივე ერთობასთან დაკავშირებით. ეხა რა უნდა მოხდეს? ეხა არაფერი არ მოხდება. ყველაფერი არის დაანგრეული, გაფუჭებული და ახლა აღსაგდენი და აი რუტინული სამუშაო არის აქ, ყოველდღიური სამუშაო არის და ჩაუხრელი ორწლიანი სამუშაო არის იმისთვის, რომ არჩევნებზე შეძლოს ოპოზიციამ ქართული ოცნების დამარცხება. ეხა შრომა არის საჭირო და რუტინა არის საჭირო. ეხა აზრი აღარ აქვს. იმიტომ რომ არჩევნებამდე 2 წელიწადნახევარია დარჩენილი. აი თქვა აი თუნდაც მოხდეს ეს გაერთიანება რას იზავს ეს გაერთიანება რამეს პროცესს აიძულებს უნდა დაველოდოთ ჩვენ იმ კონსტიტუციურ დინებას ამ დროის და ვადას ყოველ შემთხვევაში რაც არის ეხლა შეიძლება ქართული ოცნების თავში 1000 გვარი რაღაც ისულელე მოიხარშოს მაგრამ ხამდე უნდა მივიდეთ და უნდა მივიდეთ ბუნებრივად ყველამ თავისი წილი შეცდომაზე პასუხისგებლობა უნდა აიღოს და ადამიანებმა უნდა აღიარონ მათი შეცდომა რა იყო ხო, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში თუ ჩვენს მიმართ იქნება პრეტენზია, შევხედავთ ამ პრეტენზიებს, მაგრამ ძირითადად რადგან ყველაზე დიდი შეცდომა. ნუ ალბათ პარლამენტში არ შესვლაზე დიდი შეცდომა, მაინც საპარლამენტო თვითმმართველობის ბოიკოტი იყო. ამაზე პასუხები არის გასაცემი. ეხლა განსაკუთრებით ის ხალხი, რომელიც პირდაპირ არის ეხლა, ხო? ეხლა ქართული ოცნება ხო არ მალავს, რომ არც აი ამ ყოფილ სუსის ხელმძღვანელს რომელიც გამოაგდეს სუსიდან არ უთქვამს რომ მათ არ ყავთ მათ აღიარეს რომ აგენტურა ყავთ მათ თქვეს რომ შეიძლება ყველაზე მაგრა ყვიროდეს ადამიანი და ის პირდაპირ ჩვენ ხელფასზე იჯდესო ხო მათ თქვეს ზუსტად მათი ლაპარაკეს ანიტებზე მათი ლაპარაკეს სხვადასხვა მათ აგენტურაზე ისინი ამას ღიად საუბრობენ არცად ამას არაფერს არ მალავენ შესაბამისად ეხა ეს რთული მოცემულობა არის ეხლა ყველას დღეს ჭკუას არიგებს შრომა არავის არ უნდა მაგრამ საშრომი არის დიდი შრომა არის გასაწევი ხალხთან არის სამუშაო ხედავთ აი ამ შრომას და თქვენ კიდევ ხედავთ რესურს ოპოზიციის მეორე ფლანგზე მყოფი ოპოზიციასთან დასალაპარაკებლად აი ვისთან მაგალითად დალაპარაკებას ეხლა ის რომ ჩვენ ერთი ნომრის ქვეშ არაზრს არ გამოვალთ თუმცა თქვენთვის ის საკმარისია თუ ყველა მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში ესეც კმარა ნახეთ მე ვაღიარებ რომ ამ ხალხს ყავთ ამომრჩეველი. საკმაოდ კარგი მოცულობის ელექტორატი არის. ამ ელექტორატს ჩვენ ვერავით ვისებთ. ყოველ შემთხვევაში უმრავლესობას მათგან. მე არ მაქვს ამის ილუზია. მათ შეუულიათ ამ ელექტორალური ხმის ათვისება. შესაბამისად, ყველამ უნდა აითვისოს ის ხმა,
და ის პოლიტიკური მოცემულობა გამოიყენოს, რაც იქნება 2028 არჩევნებისთვის. ჩვენ ავითვისებთ იმ ხმებს, რასაც ვერ აითვისებს ვერაზროს ეს ჯგუფი. მაგრამ მათ რო თავისი ხმები არ დაკარგონ და კონდეთ მსხვილი წარმომადგენლობა, ეს სხვა რეალობას შექმნის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი. რევოლუციას ისინი ვერ გააკეთებენ. ბევრი მიზეზის გამო, არც გამბედაობა არა აქვს. არც რესურსი არა. გვარამიას დღევანდელ პოსტში ის შეკითხვა, რომ გეგმა თქვენ თქვით და მე გამოგყვებით, ანუ როგორ ვიხსნით ამ ადამიანებს ციხი და როგორ ვათავისუფლებთო? ამ ადამიანების ყველაზე ადვილი გზა გათავისუფლების ყოველ შემთხვევაში პოლიტპატიმრების იყო, როდესაც ოპოზიცია მოიგებდა თვითმმართველობის ორგანოებში იქნებოდა უმრავლესობა და სხვა რეალობა იქნებოდა. დღეს ეს ამ ადამიანების დახსნის შესაძლებლობა არის ან 28-ის არჩევნები, ან უბრალოდ ვისაც დაუმთავრდება ვადა, გამოვა, ან ვისაც თქვა ხელისუფლება გადაწყვიტავს, ან საპროცესო გაუფორმოს, შეიწყალოს, ანუ ყოველ შემთხვევაში აქეთ არ არის ეს ინიციატივა, იქით არის ეს ინიციატივა, ანუ ქართულ ოცნებაზე არის, ვისაც ბევრი წელი აქვს მისჯილი მათი განთავისუფლება და უბრალოდ 28-ში უბრალოდ არჩევნები უნდა მოვიგოთ, რომ ის ხალხი ვინც ციხეში იქნება, რომ გამოვიდეს.